მოგესალმებით, მეგობრებო, მე და ჩემი არხი კეტო მეგობარი. გიბრუნდებით კეტო მზარეულის მორიგი ეპიზოდით და დღეს შემოგთავაზებთ ჩემს მოფიქრებულ რეცეპტს. კერძი მომზადდება ფარშირებული ხორცის ბურთულებით, რომელიც იქნება მოთავსებული ბოსტნეულის გარსში. რაც შეეხება გარნირს, გარნირის სახით გამოვიყენებ ფრანგულ ლობიოს გარნირს. ახლა განახებთ რა დაგჭირდება ძირითადი კერძის მოსამზადებლად. ესე იგი, ძირითადი კერძისთვის დაგჭირდება შერეული ფარში, ღორის და ძროხის ხორცით, ასევე დაგჭირდება ბულგარული, ასე უნდა იყოს დაჭრილი, რადგან შიგნით უნდა მოვათავსოთ შემდგომ ფარში. ასევე დაგჭირდება ყველი, ქინძი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, 2 ცალი კვერცხი, სეზამის მარცვალი, შავი სეზამი არის, აქ 30 გრამი არის. და სელის თესლი არის დაახლოებით 50 გრამი. მოკლედ, პირველ რიგში უნდა დავფქვათ სელის თესლი. შემდგომ ვამზადებთ უკვე ფარშს. ფარშს ვაზავებთ ხახვით, ქინძით, ნივრით, წიწაკით, წიწაკა გემოვნებით, მომზადებულ მასას ვუმატებთ ასევე მარილს და ყველს. მერე ვდებთ უკვე ბულგარულში, ხორცის ბურთულები უნდა ამოვავალოთ კვერცხში. რაც შეეხება კვერცხს, კვერცხს ვაზავებთ პილპილით, მარილით და სეზამის თესლით, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ 30 გრამს და ბოლოს ვავლებთ მერე უკვე სელის ფქვილში და ვწოვთ ტაფაში ზეითუნის ზეთთან ერთად. წესით უნდა გამოვიდეს გარედან ძალიან ხრაშუნა, შიგნიდან უნდა იყოს წელვადი სტრუქტურის და ზუსტად ისეთი, როგორიც მაქვს გეგმაში. იმედი მაქვს, რომ გამოვა, პირველად ვაკეთებ მეც თქვენთან ერთად. აქამდე არასდროს გამიკეთებია, უბრალოდ იდეა მომივიდა ასეთი თავში და ვნახოთ აბა როგორი გამოვა. რაც შეეხება ფრანგულ გარნირს, რომელიც მზადდება მწვანე ლობიოსგან, ამისთვის გამოვიყენებ მოხარშულ მწვანე ლობიოს, ნუშს, ნიორს და კარაქს. მწვანე ლობიო არ უნდა იყოს გადახარშული. რაც შეეხება ნუშს, უნდა გავხეხოთ ფირფიტების სახით. გახეხილი ნუში უკვე მერე ტაფაში უნდა მოვიყვანოთ კარაქთან და ნიორთან ერთად და ბოლოს დავუმატოთ ეს ლობიო. და ჩვენი გარნირი ამით მზად იქნება. მანამდე კი ვნახოთ უშუალოდ მომზადების პროცესი.
გემრიელია დე? აბა გასინჯე დე. ლუკა ჭამე შენც დე? ნიკოლოს მამა მოგეწონა? ლუკა შენ მოგეწონა დე? ლუკა მოიხედე ბიჭო. ლუკა დაიყოლე ჯიუდოს უყურებს ლუკა დაანიდე თავი დე, მიდი შენ მითხარი, აბა როგორი იყო? კაია? ჩემი ლამაზი გოგო, ჭამე დე?